მოგესალმებით. დღეს ევროკავშირში მემარჯვენე და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპელმა მოსახლეობამ ბრიუსელის შეცდომების დანახვა და კრიტიკა დაივიწყა. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ევროსკეპტიკურად განწყობილი პარტია აირჩიეს ქვეყნის მმართველად, არის ბულგარეთი. ჩვენ აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირში ევროსკეპტიკოსობა არც რადიკალიზმისა და არც მარგინალობის სინონიმი არ არის. როგორც არ უნდა ეცადონ ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები ამის ასე წარმოჩენას, ევროსკეპტიკოსობა საღაზრზე დგას და ეწინააღმდეგება იმ გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკას, რომელსაც ბრიუსელი ამკვიდრებს. არალეგალური მიგრაციის, LGBT იდეოლოგიისა და ტრადიციული და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის კრიტიკა ნიშნავს თამაშის წესებისა და პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნას. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი პოლიტიკის გამტარებელი იქნება რუმენ რადევი, ბულგარეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი. უნდა ითქვას, რომ ბულგარეთი ევროკავშირში ერთ-ერთი ქვეყანაა სამაგალითო პოლიტიკური არასტაბილურობით. როგორც ჩანს, ევროპული მრავალპარტიულობისა და ინკლუზიურობის გაუთავებელმა პროპაგანდამ ის მოიტანა, რომ ქვეყანაში ბოლო 5 წელიწადში მერვე არჩევნები გაიმართა. შედეგად, პირველად 1997 წლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ერთი პარტიის, რადევის პროგრესული ბულგარეთის ხელში აღმოჩნდა და დასრულდა ის გაუთავებელი პოლიტიკური არასტაბილურობა და მუდმივ საარჩევნო რეჟიმში ცხოვრება, რომელიც აქამდე იყო. ყოველი შემთხვევისთვის ამ მონაცემების მიხედვით. ისიც უნდა ითქვას, რომ რუმენ რადევი რუსეთთან მიმართებით ზომიერი პოლიტიკის გატარების მომხრეა. არ ეთანხმება ბრიუსელის რადიკალურ მიდგომებსა და სასანქციო პოლიტიკას. უკრაინასთან მიმართებითაც ზომიერი მიდგომები აქვს. ეწინააღმდეგება იმას, რომ უშუალოდ ბულგარეთი ამარაგებდეს უკრაინას სამხედრო საშუალებებით. თანამედროვე დასავლური პროპაგანდა და ამ პროპაგანდის მთავარი რუპორი დასავლური მედია ევროკავშირს ყოველთვის წარმოაჩენდა როგორც ერთგვარ პანაცეას. ისეთი ხედვა ჩამოყალიბდა, რომ თითქოს მთავარია ევროკავშირის წევრი იყოს ქვეყანა და შემდეგ ყველაფერი თავისით დალაგდება. ხელფასები წამყვანი ევროპული ქვეყნების ანაზღაურებას გაუტოლდება, თან ევროებში, პენსიებიც რა თქმა უნდა გაიზრდება და რამდენიმე 1000 евро გახდება, ეკონომიკაც გაიზრდება, სამუშაო ადგილებიც ისე გაიზრდება, როგორც არასდროს გაზრდილა და მოკლედ იდეალური ვითარება შეიქმნება დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებისთვის. არადა ეს ასე არ არის. ევროკავშირს თავისი დიდი გამოწვევები აქვს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ფრონტებზე. ევროკავშირშიც არიან ისეთი წევრები, რომლებიც დიდი ალბათობით პოლიტიკური ინტერესის გამო გააწევრიანეს, მაგრამ ამ გაწევრიანებით განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. ასეთი ქვეყნის მაგალითია ბულგარეთი, რომელიც ევროკავშირის წევრია 2007 წლიდან, მაგრამ ბულგარეთი ევროკავშირში თითით საჩვენებელი ქვეყანა ნამდვილად ვერ გახდა. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ ბულგარეთის არჩევნების შესახებ. წარსულში პრეზიდენტი ახლა ბულგარეთის მომავალი პრემიერობის კანდიდატი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს. ბრიუსელი დუმს სულ ახლახანს უნგრეთიდან შამპანიურითა და გახარებული ღიმილით მათთვის მიუღებელი ვიქტორ ორბანი გააცილეს. და აი ისევ ორბანი ამჯერად ბულგარეთში. ოპონენტები მას ახალ ორბანს უწოდებენ. ამ შედეგებით პარლამენტში ერთპიროვნულ უმრავლესობას მიიღებს ერთგვარი ორბანი, ოღონდ ბულგარული ვერსიით. თუმცა ვისთვის ორბანი, ვისთვის ფიცო და ვისთვის რუსეთის ტროასცხენი. ვლადიმერ პუტინის ტროასცხენი ბულგარეთის არჩევნებში ლიდერობს. ბოლო კვირის განმავლობაში პოლიტიკომ მას დაარქვა ერთგვარი ჯოკერი, wild card, იმ ლიდერებს შორის, რომლებიც სისტემას არღვევენ. მოკლედ, როცა ევროკრატების დღის წესრიგსა და პოლიტიკურ გემოვნებაში არ ეწერები, დიდი შანსია იარლიყები მოგაწებონ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რას ამბობ და რა მანდატი გაქვს საკუთარი ამომრჩევლისგან. ბრიუსელს ასეთი შემთხვევებისთვის კონსპირაციებისა და ბრალდებების მთელი დასტა აქვს მზად, რომელსაც ხან პროპაგანდისტულ მედიაში შლის, ხანაც სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმიდან ავრცელებს. მოკლედ, ფონ დერ ლაიენის ევროპულ პოლიტიკაში მთავარი კითხვა აღარ არის ვინ ხარ. მთავარი კითხვაა, ემთხვევა თუ არა შენი პოზიცია deep state-ის დაკვეთილ ბრიუსელის პოლიტიკურ ხასს. და თუ არ ემთხვევა, ესე იგი უკვე ვიღაცის ორბანი ხარ. ცესკოს ბოლო მონაცემებით რადევის კოალიციამ ამომრჩევლების 45% აიღო. ეს ევროპული სტანდარტებისთვის ძალიან მაღალი შედეგია. საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა მიიღოს და მთავრობა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს. 240 მანდატიან პარლამენტში 121 მანდატი უკვე ქმნის უმრავლესობას. რადევის კოალიცია კი 131 ადგილს დაიკავებს. ასე რომ კოალიციების შექმნა მას არ დასჭირდება. ბულგარეთში ამომრჩევლების
მომხრჩევლებმა ამჯერად ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთეს. არა კოალიცია და კომპრომისი, არამედ სტაბილურობა და ამას აქვს თავისი ახსნა და წინაპირობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბულგარეთი უკვე მერვედ ირჩევს პარლამენტს. ყოველ ჯერზე არჩევნების შედეგები ვერ იძლეოდა სტაბილური მთავრობის ფორმირების საშუალებას, რაც ახალ პოლიტიკურ კრიზისებს იწვევდა. ბულგარეთის და არა მხოლოდ მისი გამოცდილება აჩვენებს, კოალიციური მმართველობა ხშირად თავად ხდება დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის ფაქტორი. იმიტომ რომ კოალიცია ნიშნავს განსხვავებულ პოზიციებსა და შეხედულებებს, რაც მუდმივ კომპრომისებს და რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ბულგარეთის შემთხვევა აჩვენებს, როგორ რეაგირებს ამომრჩეველი ხანგრძლივ არასტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიღალეთ არჩევნებით. იმდენი ფული დავხარჯეთ, ამ ფულით დიდ ავტობანს ავაშენებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, იმიტომ რომ ვფიქრობ, დადგა დრო ფუნდამენტალურად გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის პრობლემები. სხვათა შორის შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეგრეთ წოდებული პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები აქტიურად საუბრობდნენ კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე. შესაბამისი ზეწოლა მოდიოდა ბრიუსელის მხრიდანაც. მათი არგუმენტი იყო, რომ კოალიცია ევროპული სტანდარტია, თუმცა ბულგარეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ კოალიციური მოდელი არ ნიშნავს სტაბილურობას. პირიქით, გარკვეულ პირობებში ის შეიძლება გადაიქცეს მუდმივი პოლიტიკური გაურკვევლობის წყაროდ. ამ ფონზე სრულიად ლოგიკურია კითხვა: ვის აძლევს ხელს ასეთი ფორმატი? ბულგარეთის მაგალითი აჩვენებს, როდესაც მმართველობა დამოკიდებულია რამდენიმე მოთამაშეზე, ზეწოლისა და გავლენის ბერკეტებიც იზრდება. ასეთ პირობებში კი ბუნებრივია კოალიცია ევროკრატიას აწყობს, რადგანაც თუ რაღაც ისე არ წავიდოდა, თბილისი მისი ინსტრუქციების შესრულებაზე უარს იტყვის. მაშინვე კოალიციას დაშლის და პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. მექანიზმი მარტივი და აპრობირებულია. კოალიციური კონსტრუქცია უფრო მყიფეა. მისი სტაბილურობა დამოკიდებულია რამდენიმე პარტიის ინტერესთა ბალანსზე და ნებისმიერ მომენტში ერთ-ერთი რგოლის გამოსვლამ შეიძლება მთელი სისტემა შეარყიოს. პოლიტიკური პროცესი ქაოსურ სახეს მიიღებდა. ამ ფონზე ევროკრატების შეშფოთება გასაგებია. ბულგარეთი კოალიციის გარეშე ფონ დერ ლაიენს ხელიდან ბულგარეთზე გავლენის ბერკეტებს აცლის. ახლა კოალიციის გარეშე რთული იქნება რადევისთვის ვერტიკალზე პრობლემების შექმნა. ამიტომაც ბრიუსელი დუმს. ტელეგრაფი კი რადევის გამარჯვებას ევროკავშირის ყველაზე დიდ კოშმარს უწოდებს. ევროპიან კონსერვატივი იხსენებს, როგორი სიხარულით შეეგებნენ გასულ კვირას უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. განსაკუთრებით გამოყოფს პოლონეთის პრემიერს დონალდ ტუსკს, რომელმაც თქვა, რომ მას მადიარზე მეტად უხარია ორბანის დამარცხება. მაგრამ ამჯერად ბრიუსელის პოლიტიკურ კორიდორებში და სოციალურ ქსელებში სრული სიჩუმეა. თუ დღეს მათ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, ვერც კი მიხვდებით, რომ ბულგარეთში კვირას არჩევნები ჩატარდა. ანტისუვერენისტულ ლიდერებს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ ყოფილი პრეზიდენტის რუმენ რადევის გამარჯვებაზე. ეს დუმილი ბევრს ამბობს ისტებლიშმენტის დამოკიდებულებაზე ევროკავშირის კრიტიკოსის მიმართ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ითხოვს. გერმანიაში AfD-ის წევრი გეორგ პაზდერსკი წერს, რომ არჩევნების შედეგები ბულგარეთში სერიოზული დარტყმაა ფონ დერ ლაიენისთვის და დასცენს. რადევი უერთდება ევროპელი პოლიტიკოსების მზარდ ფრონტს, რომლებიც ევროკავშირის ძველი კურსის მკაფიოდ გაწყვეტას ითხოვენ. პოლიტიკურმა კომენტატორმა მარიო ნაუფალმა ბრიუსელის ძველ პოლიტიკურ ცოდვებზე მრავალმნიშვნელოვნად მიანიშნა. ეჭვგარეშეა ევროკავშირის ბიუროკრატები სასოწარკვეთილად ცდილობენ იპოვონ გზა, როგორ გააუქმონ ეს შედეგი. ფონ დერ ლაიენს ბულგარეთის საარჩევნო მარათონზე თავისი ფავორიტი ჰყავდა. ბრიუსელი მხარს ბოიკო ბორისოვს უჭერდა. პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებში ჩაძირული ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწორედ მას უნდა დაემტკიცებინა ისევ ევროკრატების ინსტრუქციებს გახოლოდნენ. კონტექსტი ვნახოთ. ბულგარეთი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ევრონიუსი ამ ფაქტს აღიარებს და რადევს ღარიბების დამცველს უწოდებს. 62 წლის რადევი წარმოჩენილია როგორც ყველაზე ღარიბი ფენების დამცველი ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში. თუმცა ქაღალდზე ბულგარეთი ევროპული წარმატების მაგალითად გამოიყურება. 1 იანვარს იგი საბოლოოდ შევა ევროზონაში და შეუერთდება შენგენის ზონას. ეს როგორც ჩანს, წინასაარჩევნო სატყუ არასაჩუქარია ბულგარელებისთვის. მოქალაქეებმა თავი იგნორირებულად რომ არ იგრძნონ და ევროკრატების ფსონს მისცენ ხმა. მთავარი ბრძოლაც სწორედ ბოიკო ბორისოვსა და რუმენ რადევს შორის გაიმართება. ბორისოვი 2009 წლიდან მოყოლებული არაერთხელ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს.
ევროპარლამენტში ფონ დერ ლაიენის ფრაქციასთან, IPP-სთან თანამშრომლობდა. მისი პოლიტიკური იმიჯი სკანდალებითაც ძალიან დაზარალდა. 2022 წელს დააკავეს კიდეც. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. თუმცა მოგვიანებით ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. ბევრი ბულგარელისთვის ბორისოვის სახელი კორუფციის სიმბოლოდ იქცა, თუმცა არა ევროკრატებისთვის. ლაიენის ფავორიტებს შორის მაინც რჩება. რუმენ რადევი კი თავის საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე აკეთებს. მაგრამ რატომ ენდო ამომრჩეველი რადევს? რუმენ რადევი 1963 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ დიმიტროვგრადში დაიბადა. ამერიკის ელიტური სამხედრო-საჰაერო კოლეჯის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით ბულგარეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობას იკავებდა. პოლიტიკით 2016 წლიდან ინტერესდება. პრეზიდენტის არჩევნებში იმარჯვებს. თუმცა ეს პოსტი ცერემონიულია. ძირითადი ფუნქციები პრემიერს აქვს. ამიტომაც ის ხალხის გვერდით დგას. თუმცა რეალობის შეცვლა არ შეუძლია. შემდეგ პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. შექმნის კოალიციას პროგრესული ბულგარეთი. არჩევნებში რეგისტრირდება და დიდი უპირატესობით იგებს. არჩევნების შემდეგ უმთავრესი ამოცანაა სტაბილური მთავრობის ფორმირება, რომელიც მოქალაქეების პრობლემებს გადაჭრის. მაგრამ ევროკრატიას ბულგარელი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრა არ აინტერესებს. სწორედ აქ ჩნდება კრიზისი და დაპირისპირება. ფონ დერ ლაიენს საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომელიც მთლიანად ომზეა აწყობილი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაგრძელდეს. უკრაინის ომის დაფინანსება უნდა გაგრძელდეს და საომარი რიტორიკა უნდა გაგრძელდეს. ეს აიძულებს რადევს აკრიტიკოს ევრობიუროკრატია. რადევმა მართლაც გააკრიტიკა ევროპა და აღნიშნა, რომ იგი გახდა მსხვერპლის საკუთარი მისწრაფებისა. სოფლიოზე იმოქმედოს როგორც მორალურმა ლიდერმა, მაშინ როცა წესები მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ის პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა. ბულგარეთი ყველა ძალისხმევას მიმართავს ევროპული გზის გაგრძელებისთვის. ამავდროულად აჩვენებს მზადყოფნას ითანამშრომლოს იმ ლიდერებთანაც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და ასეთები არც თუ ცოტაა. რადევი არ საუბრობს კონფრონტაციაზე, ის საუბრობს დიალოგზე და ბალანსზე. ევროპული კურსი შენარჩუნდება, რუსეთთან დიალოგი გაგრძელდება, განსაკუთრებით ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ჩვენ ვართ ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც ერთდროულად არის სლავურიც და მართლმადიდებელიც. შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში. მხოლოდ ეს, სუვერენული პოლიტიკა, საკუთარ ხალხზე და ეკონომიკაზე ფოკუსირება ხდის მას ევროკრატების თვალში პრორუსად. მათი განწყობები მედიაში დიდი დოზით ჩნდება. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ რადევი რუსეთთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ბულგარეთის ნებისმიერი სხვა პრემიერ-მინისტრი უახლოეს წარსულში. პრეზიდენტობის პერიოდში მან არ გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში. აკრიტიკებდა ევროკავშირის სანქციებს და ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანებას. საბოლოოდ, მთავარი პრობლემა ორმაგი სტანდარტები და ის მიდგომებია, რომლითაც ევროკრატები დემოკრატიას აფასებენ. დემოკრატიის შეფასება სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობა პროცესის გამჭვირვალობას, ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ევროკრატების პოლიტიკურ დღის წესრიგსა და პოლიტიკურ გემოვნებაზე. თუ შედეგი Deep State-ის ხაზზე მთხვევა, მნიშვნელობა აღარ აქვს. კონსტიტუციური უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში კონკრეტული ძალა თუ სუსტი ლეგიტიმაციით იმყარებს პოზიციებს. უნგრეთში ორბანის წასვლა იმდენად სურთ, რომ გამარჯვებულ მადიარსაც კი საკონსტიტუციო უმრავლესობას ულოცავენ. მოლდოვაში მაია სანდუს წაგება იმდენად არ სურთ, რომ ქვეყნის შიგნით მარცხის გადასაფარად, ღამის სპეცრეისით ზუსტად იმდენ ბიულეტენს უგზავნიან, რამდენიც მას გამარჯვებისთვის სჭირდება. როდესაც საქართველოში ქართული ოცნება ფართო მხარდაჭერას იღებს, ბრიუსელიდან მხოლოდ კრიტიკა და საყვედურები გვესმის. ეს არ არის ევროპული მმართველობა. საჭიროა მეტი მრავალფეროვნება. გაიხსენეთ ჩვენთან რა ისტერია ქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ეს უნდა იყოს მიზანი, თითქოს კონსტიტუციური უმრავლესობა არის რაღაცა არ ვიცი, არადემოკრატიული და თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა, ეს არის არადემოკრატიული და კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. გამოდის, რომ იქ სადაც შედეგი არ ჯდება მათ პოლიტიკურ გემოვნებაში, ტონიც მკვეთრად ეცვლებათ და ნარატივიც. ბულგარეთი გახდა იმის მაგალითი, რასაც საქართველოს ახვევდა თავს ბრიუსელის ბიუროკრატია. გაუთავებელი საუბარი მრავალპარტიულობაზე, პლურალიზმსა და ინკლუზიურობაზე ბულგარეთისთვის იმით დასრულდა, რომ პოლიტიკური არეულობისა და არასტაბილურობის ქვეყნად იქცა. საქართველოშიც იყო გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ თურმე კოალიციის გარეშე ქვეყანა დემოკრატიული ვერ იქნება და თურმე თუ კოალიცია არ იქნება სათავეში, მაშინ ყველაფერი არალეგიტიმური ყოფილა.
აქ მთავარი არის ერთი ფაქტორი, რასაც დღეს ევროკრატები აღარ ითვალისწინებენ. ამ მომრჩევლის უმრავლესობის ნებას გარედან თავს მოხვეული ლამაზი სიტყვები ვერ შეცვლის. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 20 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.